გამამახვილეთ ყურადღება, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემაში განხორციელდა. დილხომში ახალი სამედიცინო ცენტრი ევრომედი აშენდა კლინიკაში 24 საათის განმავლობაში პაციენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ. სამკურნალო 4 სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. კლინიკაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დიაგნოსტიკური განყოფილება, ინტენსიური თერაპიისა და საოპერაციო ბლოკები განთავსდა. ცენტრის ძირითადი მიმართულებებია კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, ონკოლოგია და ლაპარასკოპიული ქირურგია. ევრომედში ლაპარასკოპიული ქირურგიის ცენტრის ექიმები გერმანელ სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ. საავადმყოფო 18 პაციენტზეა გათვლილი და 14 სტაციონარული პალატა იფუნქციონირებს. ევრომედში 37 ადამიანია დასაქმებული. ახალი სამკურნალო კლინიკა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კლინიკის მეტპერსონალს პირადად გაესაუბრა. დღე და კვირა არ გავა საქართველოში და თბილისში, რომ ახალი სამედიცინო დაწესებულება, ახალი საავადმყოფო არ გაიქცეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული მიმართულება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ მეორეს მხრივ მართლაც ობიექტურად ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ცალკე საკითხია, ხელმისაწვდომობის საკითხი, რაზეც ორ მომენტს გამოვყოფთ. ერთი, აი მარტო თბილისში რომ ავიღოთ და ჩამოვთვალოთ. დაახლოებით 120,000 თბილისელი მხოლოდ მერიიდან იქნება დაზღვეული. ეს არის სოციალურად დაუცველები 70-დან 100,000 კულამდე. ეს არიან ასევე სხვადასხვა ტიპის ინვალიდები, პირველი და მეორე კატეგორიის ინვალიდები. პარალელურად დაახლოებით 60,000 ადამიანი არის დაზღვეული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურად დაუცველები 70,000 კულას ქვემოთ ყოფი. პარალელურად სამედიცინო პაკეტში, უბრალოდ საპენსიო პაკეტის შემადგენელი ნაწილია დაზღვევა, რომელიც მოიცავს ყველა პენსიონერს საქართველოში და მათ შორის ბუნებრივად თბილისში. ანუ ჯამურად რომ ავიღოთ, რეალურად 500-დან 550,000, ანუ პრაქტიკულად ნახევარი თბილისი სხვა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით იქნება დაზღვეული. ორ ნაწილად შედგება, არის კარდიოლოგიური ნაწილი და მეორე ნაწილი არის ქირურგიული ნაწილი, სადაც შეეხება ქირურგიის ნაწილს, ეგ იქნება გერმანელებთან ერთად შექმნილი ცენტრი ლაპარასკოპიული ქირურგიის და სწავლების და თან ოპერაციებს. უახლოეს მომავალში ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ლაპარასკოპიულ ოპერაციებს გავაკეთებთ, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა. ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, მსგავსი ოპერაციები გერმანიაში უკვე 20 წელია კეთდება.